გამარჯობათ, თქვენ უსმენთ ჩოხატაურის ხმას, გამთა ცინცაძესთან ერთად. მოგესალმებით, თქვენ უსმენთ ჩოხატაურის ათემო რადიოს, მე თამთა ცინცაძე ვარ. დღეს ჩვენს ეთერში გვყავს ქალბატონი, რომელმაც ქალაქური ცხოვრება სოფლის რეალობაზე გაცვალა. ვისაუბრებთ გადაწყვეტილებებზე, სირთულეებსა და იმ გზაზე, რომელმაც ქალაქიდან გურიის სოფელში მოიყვანა. მოგესალმებით, ნინო. დიდი მადლობა, რომ დაგვიწმეთ დრო. მადლობა თქვენ მოწვევისთვის. პირველ რიგში მოგვიყევით თქვენ შესახებ, რა საქმიანობდით თბილისში? ვარ პროფესიით ჟურნალისტი, წლების განმავლობაში მუშაობდი რადიოსა და ტელევიზიაში და შემდგომში უკვე მუშაობდი ბანკში. ვიყავი პირადი პერსონალური ბანკირი მაღალშემოსავლიანი მომხმარებლების. დაახლოებით 12 წელი ვიმუშავე საქართველოს ბანკში და მას შემდეგ უკვე გადმოვედი სოფელში საცხოვრებლად ჩემს შვილებთან და მეუღლესთან ერთად. როგორ და როდის მიიღეთ გადაწყვეტილება, რომ ოჯახთან ერთად გადმოსულიყავით გურიაში? რა იყო თქვენი მამამოტივირებელი ძალა, რამაც აქეთ გამოგკაჩათ? ზოგადად, პრევთ იმისა, რომ თბილისში დავიბადე და გავიზარდე, გურია მიყვარს ძალიან, წარმოშობით, რა თქმა უნდა, აქედან ვარ მეც და ჩემი მეუღლეც და ყოველთვის როცა მომეცემოდა ხოლმე შანსი, რომ ჩამოვსულიყავი გურიაში, თუნდაც პარასკევს მაინც გამოგცეულიყავი და შაბათ-კვირას აქ ჯანსაღ გარემოში ყოფილიყვნენ ჩემი შვილები, ამ შანსს, ასე ვთქვათ, არასდროს არ ვტოვებდი და პანდემიის დროს, როცა მოვდიოდი ხოლმე აქეთ, სულ ვფიქრობდი, რომ გამეკეთებინა რაღაცა ისეთი, რაც უკან წასვლის საშუალებას უკვე აღარ მომცემდა. არ მიფიქრია ბევრი სიმართლე გითხრათ, აი ადამიანები რომ ამბობენ ხოლმე, რომ შევალასაკში მერე წავალ სოფელში, ან 10-15 წლიანი იპოთეკურსაც მოვჩები და მერე წავალ სოფელში. აი ესეთი ფიქრები არასდროს არ მქონია. პირიქით ყოველთვის ვამბობდი, რომ რაც შეიძლება მალე. და უცებ სპონტანურად მივიღე გადაწყვეტილება და სამსახურშიც ვუთხარი, რომ მივდივარ თქო. იმდენად არ უნდათ ჩემი წამოსვლა, რომ 1 წელი კიდე გამიგრძელეს, ასე ვთქვათ, კონტრაქტი და ხელფასად გამომიშვეს, რომ იქნებ დაბრუნდეო, მაგრამ არა, 100%-ით გადაწყვეტილად მინდოდა, რომ წამოვსულიყავი აქეთ მეცხოვრა და აი შინაგანად გრძნობდი, რომ რაღაცა ისეთი საქმე უნდა გამეწყო, რასაც არ მივატოვებდი და ბოლომდე გავიყვანდი. რა არ ვიცი. აი ესე რაღაცნაირად მიბიძგა. ძალიან დიდი გამბედაობაა საჭირო მაგისთვის. ძალიან მაინტერესებს, როგორ შეხვდა ამ გადაწყვეტილებას ბავშვები და მეუღლე. ბავშვები ხა ცოტა უფრო პატარები არიან და ადაპტაცია უფრო გაუმარტივდებოდათ, მაგრამ აი როგორი იყო მეუღლის დამოკიდებულება? მეუღლესაც ისე უყვარს აქაურობა, რომ თითქმის სულ აქეთ იყო ისიც კიდე ჩემზე უფრო ხშირად მოდიოდა აქეთ და რაღაცა მისი საქმიანობებით უკავშირდებოდა ხოლმე გურიას. ამიტომ პირიქით მისთვის უფრო სასიხარულო იყო, რომ ერთად ვიქნებოდით ყველა ოჯახი და ოჯახის წევრები და შევიკრებოდით უფრო მეტად, ვიდრე ვთქვათ ჩემი თბილისში ყოფნის პერიოდში იყო, იმიტომ რომ მეუღლე უფრო ხშირად იყო ხოლმე გურიაში. რაც შეეხება ბავშვებს, ანუ აქაურია მეუღლე, ხო? წარმოშობით აქაურია კი, მაგრამ აქ არ ცხოვრობდა, უბრალოდ აქ სხვადასხვა საქმიანობები ჰქონდა და ამის გამო უწევდა ხშირად ჩამოსვლა. ბავშვებისთვის აქ ყოფნა არის ძალიან კარგი, ვაღად არიან, ბედნიერად არიან, ცხოველებთან აქვს უფრო მეტად კავშირი, ჯანსაღ გარემოსთან, ბუნებასთან, უფროსი არის 8 წლის და ხანდახან ხუმრობით რომ ვეუბნები მithქვამს ესე კი მინანია, მაგრამ მithქვამს ესე, რომ ეხლა დავბრუნდებით ჩვენ თბილისში თქო, მაგრამ მისთვისაც წარმოუდგენელია თბილისში დაბრუნება. აი 1 დღით ან 2 დღით რო ჩავირბენთ ხოლმე, თვითონაც ერთი სული აქვს, როდის დავბრუნდებით უკან, იმიტომ რომ მოსწონს ის გარემო, სადაც იზრდება და ასე ვთქვათ, ბავშვებს განსაკუთრებით მოწონთ თავისუფლება და სილაღე სოფელში. ძალიან ნამდვილად. ნინო, როგორ გაჩნდა იდეა დღის ყველის წარმოების? აქეთ რო გადმოვედით, როგორ არის, როცა ცხოვრობ უკვე სოფელში,
გინდა არ გინდა ფიქრობ იმაზე, რომ იყოს კიდევ უფრო მეტად ჯანს. აი თითქოს ისე თქვა მინდა იცით რომ სოფელში რომ გადმოდიხარ საცხოვრებლად, უფრო მეტად ფიქრობ რა არის ჯანსაღი, რა არის ბუნებრივი, რა არის საჭირო შენი ორგანიზმისთვის, ბავშვებისთვის, უფრო მეტად იწყებ ამის ძიებას. ზუსტად აქედან დაიწყო, რომ გადმოვედით სოფელში, მეუღლეს ვთხოვე, რომ იქნებ ერთი თხა მომიყვანო თქო, იმიტომ რომ მე რო პატარა ვიყავი და აქ ჩამოვდიოდი დასასვენებლად ბებიასთან და ბაბუასთან. ჩვენ სულ ყავდა 2-3 თხა ესე და ბებია რა მოყავდა თხისყველი და თხის რძესაც გვასნევდა და აი ეს მომყვებოდა ბავშვობიდან. მე ძალიან მიყვარს თხისყველი მიუხედავად იმისა, რომ ბევრ ჩოხატაურებს არ უყვარს თხისყველი და თხის რძე. და ზუსტად სიმართლე გითხრათ, განასინჯიც არ მაქვს. აი მე გაგასინჯებთ და გადაიფიქრებთ მას დავცელებულ დამოკიდებულებას. და ვთხოვე მომიყვანეთ, რომ ბავშვებისთვის თხის რძე გქონდეს და თხისყველი ამოვიყვანოთ. თქო, მაშინ 2 შვილი ყავდა აქ რო გადმოვედით, მესამე უკვე აქ ყოფნის პერიოდში შეგვეძინა და მათთვის მოვაყვანე. მე უკვე დავიწყე ინტერნეტში ძებნა, რა როგორ შეიძლებოდა რომ თხისყველით გამეკეთებინა, აი რაღაცა ეს სპეციფიკური გემო რაც არის გავრცელებული, ხმა, რომ აი ესეთი გემო აქვს, ისეთი გემო აქვს, აი მინდოდა რომ აი რაღაცა ბავშვებისთვის გამერია ტკბილი მათთვის უფრო მისაღები და აი ამ ძიებაში მოვიძიე იმდენი ინფორმაცია და ვნახე იმდენაირი სახეობა და აღარ მაქვს საუბარი იმაზე რამდენად სასარგებლოა ბავშვებისთვის. ამაზე უკვე აღარ საუბრობ, აი რამდენად სასარგებლო და საჭიროა ადამიანის ორგანიზმისთვის. იმდენი ინფორმაცია მოვიძიე, რომ ვთქვი, რომ მე უნდა ამოვიყვანო თხისყველი. არავის არ სჯეროდა, იმიტომ რომ არანაირი შეხება მე ხა ყველთან აქ ბანკში ვმუშაობდი. არავინ ქალაქიდან პრაქტიკულად არავინ არ მიჯერებდა მაგას. მეუღლეს რო ვთხარი, მეორე დღესვე მომიყვანა, იმიტომ რომ ჩვენ ბავშვობიდან ერთად ბევრი წელია უკვე რაც ერთად ვართ და მიცნობს კარგად და ამიტომ მისთვის ის რომ მე რომ ვთქვი რომ ხა მომიყვანე ბავშვებისთვის უნდა მე ყველი ამოვიყვანო თქო, აი მეორე დღესვე მოიყვანა. და მაქედან მე ნელა დავიწყეთ, გამოვიყვანე, გავასინჯეთ, რამოდენიმე ტურისტსაც გავასინჯეთ, ბახმაროსთან მქონდა კავშირი და იქ საფხულობით ტურისტებს დავაგემოვნებინეთ, მათაც მოეწონათ და უკვე დავფიქრდი სერიოზულად, რომ გაიძაირია. კი, უკვე დავფიქრდი სერიოზულად, რომ მოთხოვნადიც არის და არ არის ბევრი საქართველოში თხისყველის მწარმოებელი და უკვე დავფიქრდით ასე ვთქვათ კომერციულადაც, რომ ეს იქნებოდა ისეთი უცხო და შემოსავლიანი ბიზნესი სასარგებლო ადამიანის ორგანიზმისთვის. ამაზე მინდა რომ ხაზი გავუსვათ, იმიტომ რომ ჩემი შვილებისთვის დაწყებული სხვისთვისაც მინდოდა რომ ჩემი საწვდომი ყოფილიყო. და შვილებისთვის რა თქმა უნდა პირველ რიგში ყველაფერს საუკეთესოს ვეძებთ ხოლმე ჩვენ მშობლები. რა თქმა უნდა, ზუსტად მაქედან გამომდინარე დაიწყო ეგეც. რა მაინტერესებს, რა დამოკიდებულება გქონდათ აი თქვენს მეგობრებს? დედაჩემს და მამაჩემს ძალიან გაუჭირდათ, იმიტომ რომ ჩვენ აქ არ მქონდა როგორ აი ისე თქვა მინდა პირდაპირ ვიტყვი მაშინ ეთნმოწყობილი გარემო. დიახ, აი მსმენელიც რომ მოგვისმენს, მინდა რომ ჩემი სიტყვები იყოს მათთვის სტიმული. სახლში, სადაც ჩვენ გადმოვედით ბავშვებთან ერთად, ჩვენ არ მქონდა არც გათბობა, არც კომუნიკაციები მოპესრიგებული, არც ინტერნეტი, თვითონ სახლიც იყო ავარიულ მდგომარეობაში და ძალიან დიდი ხანი ჩემს მეგობრებს სურათებსაც არ ვუგზავნიდი, სად გადმოვედი საცხოვრებლად. ისეთ მდგომარეობაში იყო, მე თქვენ გამოგიგზავნით ამ სახლის სურათებს. კი, აუცილებლად დავადებ ვიდეოს. კი, დაადეთ ვიდეოს აუცილებლად, იმიტომ რომ სხვა პროექტშიც გავიმარჯვე, საკუთარი სახელით დავამატეთ, ეს ხით გამოვიტანეთ, ეს სახლი თოლმა ძალიან დაგვიზიანა, თითქმის დაინგრა და აი შარშანდელ თოვს გულისხმობ, თითქმის კი არა დაინგრა ისეთ მდგომარეობაში იყო და მერე ჩვენი სახსრებით და სხვადასხვა პროექტებით აღვადგინეთ
და ეს ყველაფერი იცოდნენ ჩემმა მშობლებმა, როგორ პირობებში გადმოვდიოდი, სად მუშაობდი და უცებ იქ რა უნდა ქნა, როგორ აი ძალიან რთული იყო, მაგრამ რო იცოდნენ მე და ჩემ მეუღლეს უკვე ძალიან დიდი ხანია ერთმანეთი გვიყვარს და ერთად ვართ და ერთმანეთის გვერდზე დგომით რომ ყველაფერს შეძლებდით ალბათ. ჩვენ კარგად დიახ, ვინც ჩვენ კარგად გვიცნობს, ყველამ კარგად იცის, ჩვენ ერთად ყოფნისთვის რამდენი პრობლემა გამოვიარეთ და ამიტომ მათთვის ასე ვთქვათ, მიხვდნენ რომ შეუძლებელი არ იქნებოდა ჩვენი აქ ერთად ესე ცხოვრება. და მეგობრებისთვის აღმოჩნდა ძალიან რთული, იმიტომ რომ ფაქტიურად ძალიან იშვიათად ვნახულობ უკვე თბილისში ვერ ვახერხებ ხშირად ჩასვლას და მეგობრებისთვის აღმოჩნდა ძალიან რთული, თანამშრომლებისთვისაც, ხელმძღვანელობისთვისაც, იმიტომ რომ მაინც ასე თუ ისე კარგ კადრად ვითვლებოდი. გენატრებად ხოლმე ხანდახან აი რო დაფიქრებული ხართ, აი ცოტა ხნით მაინც გენატრებად იქაური ხდება. არა საერთოდ. თუ აუცილებელ პირობას არ მოითხოვს, თბილისში არ მივდივარ. არა, ის საერთოდ. რო ჩავდივარ, ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ საერთოდ აქ როგორ ცხოვრობდი და ჯერ პირველ რიგში აი ეს საცობები და ერთი დანიშნულების ადგილიდან მეორე დანიშნულების ადგილამდე დღეში 3 საათს ისე კარგავ ადამიანი და რომ წარმოვიდგენ ხოლმე რომ იმ 3 საათში მე აქ რამდენ რაღაცას ვაკეთებ, გამორიცხულია, თან აქ რო ხარ რაღაცნაირად გიჩნდება სხვანაირ გარემოში გადმოვედი, იქ ვიყავი სხვაზე დამოკიდებული სამსახურში დამქირავებელზე. ეხლა სხვანაირი ცხოვრება. ანუ ეხლა თქვენ თავზე ხართ დამოკიდებული და უფრო მეტად თანაწილებთ დროს ბავშვებზე, ოჯახზე და პლუს საყვარელი საქმეს აკეთებთ. განვითარებაზეც ნახეთ, ანუ აქეთ რო გადმოვედი, გამოჩნდა აბსოლუტურად ყველა ტრენინგს ვესწრებოდი, თუ კი რამე ტარდებოდა ჩოხატაურში. არა მარტო ჩოხატაურში, ონლაინაც. მე როცა ბავშვები თქვა სკოლაში და ბაღში იყვნენ, ინტერნეტში ვცდილობდი რაღაც ახალი მესწავლა, არა მხოლოდ ყველთან დაკავშირებული. როცა არ ხარ თბილისში და არ ხარ დაძაბული და რაღაცა ორიენტირებული მხოლოდ იმაზე, რომ დილას გაცენდე სამსახურში გაიქცე და მერე უკან მოხვიდე და ასე შემდეგ, უკვე გონებად სხვანაირად გაქვს გახსნილი. აი ამ წუთას ახლა როცა ჩვენ საუბრობთ, ამ წუთასაც ხელის ელექტრო საწმენდი, ეგრეთ წოდებული შკურკა მიჭირავს ხელში, ხის მორებს ვასუფთავებ და ვაკეთებ დეკორატიულ კედელს ჩემს საწარმოში სადეგუსტაციო სივრცისთვის. ძალიან მაგარი ადამიანი ხარ. ჩემი ხელით მინდა რომ გავაკეთო, ჩემი ხელით მინდა რომ შევქმნა და იყოს რაღაცნაირად ლამაზი. ამ ფიქრის არამც თუ გაკეთების, ამის ფიქრის საშუალება თბილისში და დედაქალაქში ვერანაირად ვერ გექნება. ამის დრო არ არსებობს. იქ მხოლოდ ვფიქრობ იმაზე, რომ იმუშავო და ერთი ამ კვირა დღეს აი ესე გიჟივით გაიქცე, გამოიქცე, მოასწრო, ბავშვები წამოიყვანო და საბოლოო ჯამში არ არის ხარისხიანი ის რაც გჭირდება. სოფელში ვიგებიანაირად. რა იყო ყველაზე დიდი სირთულე ამ გზაზე? ანუ გასაგებია რომ ძალიან ბევრი სირთულე შეგვიძლია. ადამიანების დამოკიდებულება. ეხლაც გავდივარ მაგ რთულ გზას, ადამიანების დამოკიდებულება. ვის რაც უნდა შემითხის ყველი, ეს ტექსტი მესმის ყოველდღე, რაც სოფელში გადმოვედი, მაგას რაღაცნაირი გემოაკდა ვინ შეჭამს. ახლა შენ რომ არ გაქვს გამოცდილება რო იზა აი სკეპტიკური დამოკიდებულება. დიახ და ზუსტად ეგენი გავჩიშე. უკვე აღარ იმას კი არ ვამბობ რომ მე ასეთი ვარ და ისეთი ვარ, არა, უბრალოდ უკვე იმდენი გამოცდილება მაქვს რომ ეგ წინადადებები გავჩიშე ჩემს გონებაში და პირიქით როცა მაგათ მეუბნებიან რომ ვის რა უფრო დიდი мотиваცია გექნებათ.
უფრო მეტად უნდათ, ასე მგონია რა, აი მე უკვე თბილისიდან აქეთ რომ გადმოვედი, მე ჩემ თავს დავარწმუნე, რომ სოფელში გავაკეთებდი რაღაცა ისეთ, რაც იქნებოდა ჩემი შვილებისთვის და არა მარტო ჩემი შვილებისთვის, არამედ გურიის რეგიონისთვის, იქნებოდა წინ წამწევი, ასე ვთქვათ. არ ვიცი რა სფერო იქნებოდა ეს ტურიზმი, სოფლის მეურნეობა, თუ რა იქნებოდა, ეს მე არ ვიცოდი, მაგრამ შინაგანად გრძნობდი და ეხლა როცა უკვე ჩემი გაკეთებული პროდუქტი მიწირავს ხელში და დაგემოვნებული და მოწონებული, ეხლა უფრო ისე თამამად ვადგავ ამ ნაბიჯებს და თამამად ვისმენ მაგ წინადადებებს, რომ არ გამოგივა და ძნელი იქნება და ასე შემდეგ. რადგან თქვენ იცით ფინალი? კი, აუცილებლად რთული იქნება, მაგრამ ოჯახის მხარდაჭერა მოხდა და ამიტომ არ მაქვს მოდუნების საშუალება. დიახ, თქვენ ახსენეთ ახლა სადეგუსტაციო მარანი. ანუ ადგილზე გასიჯვაცაა შესაძლებელი, რა სერვისს ავაუცობთ, დაუშვათ რო გითხრათ თქვენს მომხმარებლებს. ნახეთ, საწარმოს ტერიტორიაზე არსებობს კიდევ სივრცე, სადაც გეგმავ რომ იყოს ტურისტებისთვის სადეგუსტაციო სივრცე. თავად მაქვს უკვე მოლაპარაკებები რამდენიმე ტურისტულ კომპანიასთან, რომ ბახმაროში ვიზიტის დროს ან გომის მთაზე ვიზიტის დროს გაზაფხულიდან უკვე ჩემთანაც ვიმასპინძლებ ტურისტებს. მათ დავაგემოვნებინებ, როგორც ამოყვანილ, ისე საწარმოში დავარგებულ, ანუ ეგრეთ წოდებულ დაძველებულ ხისწელს, რომელიც შესუნელებული სხვადასხვა მეთოდებით, ასე ვთქვათ. აქ იქნება როგორც თანამედროვე ტექნოლოგიები, ისე მაგალითად როგორც ჩემი ბები აკეთებდა ონჭოთი, პლიტნით, ონჭოთს მცენარეა, რომელიც ცოტათი წააგავს თითქოს ქონდარის გემოც აქვს, თითქოს პიტნის გემოც აქვს, აი რაღაცა ესეთი განსხვავებული გემო აქვს და ძალიან უხდება ყველს და ნადუხს. სხვადასხვა ვარიაციებით, ასე ვთქვათ, იქნება ჩემი ყველი განსხვავებული და აუცილებლად ვუმასპინძლებ, მაგრამ გეგმავ რომ ამ სადეგუსტაციო სივრცეში ვითანამშრომლ სხვადასხვა ღვინის მწარმოებლებთან, ჩოხატაურის მარნებთან და მათაც თუ ექნებათ სურვილი, ჩემს ყველთან ერთად ჩამოსულ ტურის გურულ ღვინოებსაც დავაგემოვნებინებთ. ძალიან კარგი იდეა. წარმატებებს გისურვებთ მაგ საქმეში აუცილებლად. დიდი მადლობა. თქვენს აუცილებლად როგორც კი დავასრულებთ ამ სარემონტო სამუშაოებს, უკვე ბოლოს აუცილებლად დაგპატიჟებთ. როგორია თქვენი დღე? ერთი სამუშაო დღე სოფელში? ეხლა ბოლო პერიოდში არის თითქმის ყოველდღიურად ერთი და იგივე. დილას როგორც კი ბავშვებს გავუშვებ სკოლაში და ბაღში, მიმყავს ბაღში, მაშინვე ბრუნდები და შევდივარ საწარმოში და მთელი დღის განმავლობაში ხელოსნებთან ერთად, დამხმარე ადამიანებთან ერთად, აი მეც ჩართული ვარ. ეხლა შეიძლება რაღაცა ისეთი მძიმე სამუშაო ვერ გავაკეთო, მაგრამ რაც შემიძლია რომ გავაკეთო, მთელი დღის განმავლობაში ვარ ჩართული, რომ რაც შეიძლება მალე დავასრულოთ და მალე გავხსნათ. აი პროცესი დილიდან საღამომდე და თავდება ეს ყველაფერი, როგორც კი ბავშვები იწყებენ მოსვლას, როგორც კი უფროსი დაბრუნდება სკოლიდან, ვიწყებ მასთან ერთად, თქვათ, ეს პროცესი უკვე აქ მთავრდება. გადავერთვები უკვე მერე ბავშვებზე, რომ და მომავალში მინდა რომ ესე გავაკეთოთ, რომ როგორც კი საწარმოს ავამუშავებთ, სამუშაო პროცესი დასრულდება მაშინვე, როგორც კი ბავშვები დაიწყებენ სახლში მოსვლას, რომ სათანადო ყურადღება ჩემი მხრიდან არ მოაკლდეთ. დღეს მდგომარეობით რამდენი თხა ყავთ საწარმოში? ეხლა ყავს დაახლოებით 20 თხა და ფიქრობ დამატებას, იმიტომ რომ ეს 20 თხა არ იქნება არანაირად საკმარისი. ადგილზე გვაქვს ლაბორატორიაც, შესაბამისი აპარატურა და ტექნიკა, რაც რძეს შეამოწმებს და თუ კი სოფლის მაცხოვრებლებს ვისაც ყავს თხები, სურვილი ექნება რომ ჩავიბაროთ მათგან ხარისხიანი თხის რძე, მათთანაც ვითანამშრომლებთ. თქვენ ახსენეთ, რომ როგორც ტურისტებზე, ძირითადად ტურისტებზე ყიდით თქვენს პროდუქციას და ონლაინად მიყავთ როგორც ვიცი, ხო?
დიახ, ნახეთ როგორ არის მე უკვე სატესტოდ რამოდენიმე ვერსია კიდევ გავაკეთეთ და როგორც კი ონლაინ სივრცეში გამათავსე, მაშინვე რამოდენიმე ესეთი ქსელურმა მარკეტერმა, ჰიპერმარკეტერმა მომწერეს. ამიტომ შეძენასთან დაკავშირებით და ეხლა ჩვენ პარალელურად გავდივართ HASP-ის დოკუმენტაციის მოწესრიგებას, რომ საწარმოს გქონდეს HASP და როგორც კი ამ დოკუმენტაციას მოვაწესრიგებ, უკვე ამომაც შემიძლია ამ დიდ სუპერმარკეტებსაც მივაწოდოთ ჩემი პროდუქცია, იმიტომ რომ ეს როცა პრეტენზია გაქვს, რომ ახლა სახელს არ ვიტყვი, დიდ სუპერმარკეტში შეიტანო შენი ყველი, შესაბამისად ხარისხით და ისიც ყველაფერი უნდა გქონდეს მაღალ დონეზე. ამიტომ როგორც კი საწარმოს გავხსნით, ჩვენი პროდუქტი გაიყიდება თბილისში, რამოდენიმე დიდ სუპერმარკეტში. გველოდებიან უკვე და ძალიან მოხარული ვარ, რომ ესეა. ნინო, დარწმუნებული ვარ, ბევრისთვის იქნებით მაგალითი და მოტივაცია იმის, თუ როგორ შეიძლება ერთ დღეს რადიკალურად შეცვალოს ადამიანმა ცხოვრება და ნულიდან დაიწყოს საქმე, რომლის კეთებაც ძალიან მოწონს, უყვარს. რაც ეტყობთ ასეთ ადამიანებს დღევანდელი გადასახედიდან, რას ურჩევდით იმ ადამიანებს, რომ აი ვერ ბედავენ, უნდათ რაღაცის გაკეთება? არ გადადონ. აი ყველაზე მნიშვნელოვანი არის რომ არ გადადონ და გაბედონ. როგორც კი არ გადადებ შენი მიზნების ასრულებას, როგორც კი გაბედავ იმ ნაბიჯების გადადგმას, რომელზეც ოცნებობ, რომ გქონდეს, რა გარემოშიც ოცნებობ, რომ იცხოვრო, რა საქმეზეც ოცნებობ და ფიქრობ, რომ გააკეთო, როგორც კი ამ ნაბიჯებს გადადგავ, მაშინვე აუცილებლად იგრძნობ ღმერთის ხელს ამ ყველაფერში. შეუძლებელი არაფერია, მთავარია ადამიანმა ყველაფერი გაბედო დროულად და გაბედო ისე, რომ სხვა არ დააზიანო, სხვას არ მიაყენო შეურაცხყოფა, იცხოვროს სწორად და აუცილებლად ყველა მიზანი და სურვილი დაოცნება აგისრულდება. ეს არის ჩემი, ასე ვთქვათ, წესი, ამას ვასწავლით ჩემს შვილებს, რომ იცხოვრონ სწორად და დროულად ყოველგვარი რაღაცა მერე ვიზავ და შემდეგ ვიზავ და 5 წელს მერე ვიზავ, არა. ეხლა ამ წუთასაც ვნანობ, რომ უფრო ადრე რო წამოსულიყავი, დღეს უფრო წინ ვიქნებოდი. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ ისეთი მოტივაცია და ისეთი ძალისხმევა გაქვთ, ყველაფერს შეძლებთ იმაზე კარგად, ვიდრე თქვენ წარმოგიდგენიათ. მადლობა დიდი. ძალიან დიდ წარმატებებს გისურვებთ. და იმ მიზნების დასრულებას, რომელიც ჩაფიქრებული გაქვთ. აუცილებლად მერე გესტუმრებით და უშუალოდ საწარმოო პროცესსაც გადავიღეთ. წარმატებებს გისურვებთ, ნინო. მადლობა დიდი. მადლობა დიდი. დამიკავშირეთ. კარგად იყავით. ნახვამთ. ნახვამთ.